გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა და ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ უვიზო მიმოსვლაზე, ყველაფერზე რაც ეხება თავისუფლად გადაადგილებას და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას ამ კონკრეტული თვალსაზრისით. კარგავს თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმს, ამოქმედება თუ არა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სასანქციო პირობა, დროებითი შეშერების მექანიზმი, რაც ახალი რეგულაციებით გულისხმობს პირველ ეტაპზე 12 თვით უვიზო რეჟიმის შეჩერებას და ამ ვადის მიცემას საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა მათ შეასრულონ საჭირო რეკომენდაციები. როგორ და რატომ მივედით აქამდე, რა გავაკეთეთ ან რა ვერ გავაკეთეთ. ისეთი რომ ევროკომისიას დრამატული სურათი შეექმნა საქართველოს შესახებ და თავადვე მივიდნენ ასეთი მძიმე გადაწყვეტილების და ჩანაწერის გაკეთების წინაშე როგორ დადგნენ. რა არის გასაკეთებელი, რა რეკომენდაციები არის შესასრულებელი იმისათვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს მონოპოვარი, რომელიც აქვს 2017 წლიდან. მას შემდეგ, რაც საქართველოს მიიღო თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ევრობლოკის სახელმწიფოებში, ყოველწლიურად ევროკომისია ამზადებს ანგარიშს, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ნაკის ვალდებულებებს. საქართველოს გამონაკლისი არ არის ასეთი დოკუმენტი, მზადდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა და ასეთი 60-ზე მეტი სახელმწიფოა. არც ერთი დოკუმენტი, რაც აქამდე გამოქვეყნებულა, არ ყოფილა ისეთი ნეგატიური და სავსე უარყოფითი ჩანაწერებით, როგორიც იყო ბოლო მერვე ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა 2025 წლის ბოლოს. ვინაიდან გაიზარდა ნუსხა, ჩამონათვალი იმ რეკომენდაციების, რაც არ აქვს საქართველოს შესრულებული და განსაკუთრებით საგულისხმოა დასკვნითი ნაწილი ამ ანგარიშის, სადაც წერია, რომ თუ საქართველოს ვერ შეასრულებს რეკომენდაციებს, მაშინ შესაძლოა დაკარგოს მთლიანად საქართველოს უვიზო მიმოსვლა. ასეთი ჩანაწერი პირველად გაკეთდა საქართველოს შესახებ, მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიიღო უვიზო მიმოსვლა. რაც შეეხება რეკომენდაციებს და შეუსრულებელ და დაუკმაყოფილებელ ვალდებულებებს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა არის უმთავრესი ევროკავშირისთვის, სწორედ ამ კუთხით ხედავს ევროკომისია საქართველოში პრობლემას და არათუ პრობლემას ხედავს, არამედ ჩაწერილია დოკუმენტში, რომ ნეგატიურ ტრენდს აქვს ადგილი, სისტემატური არის უკვე ამ კუთხით საქართველოს სვლა და დემოკრატიის უკან დახევას აქვს ადგილი და საქართველოს ხელისუფლება დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელთაც იზღუდება ძირითადი თავისუფლებები ადამიანის. 2024 წელს დოკუმენტის თანახმად ევროკომისია მიმართა საქართველოს, რომ გაეუქმებინა ორი კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ და ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის თაობაზე, ვინაიდან ევროკომისიის აზრით ისინი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და საერთაშორისო სტანდარტებს და იმ ვალდებულებებს, რაც აქვს აღებული საქართველოს ევროკავშირის წინაშე. შეიძლება მათი გამოყენება მოხდეს ოპოზიციის გასაჩვენებლად, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, დისკრედიტაციისთვის, დისკრიმინაციისთვის, ამიტომ მათი უკან გაწევა უნდა მოხდეს, გაუქმდეს და მათ სანაცვლოდ საქართველოს მიიღოს სტრატეგია ეროვნული გეგმა უმცირესობების უფლებების დაცვის თაობაზე, რაც არ მომხდარა, წერია ანგარიში პირიქით ამ მოწოდების შემდეგ საქართველოს მიიღო ისეთი კანონები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად გაამწაფრეს ვითარება, დაძაბეს სიტუაცია ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით და მივიდა კომისია იქამდე, სადამდეც მივიდა, რომ ჩაეწერათ დასკვნით ნაწილში არის თუ არა რელევანტური, რომ საქართველოს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა, თუ რეკომენდაციები არ დაკმაყოფილდება, მაშინ შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. კიდევ რამდენიმე პრობლემას ხედავს ევროკომისია, მაგალითად სავიზო პოლიტიკას საქართველოსი, რომელსაც ის აწარმოებს სხვა ქვეყნების მიმართ, მაგალითად აქვს გაფორმებული 24 ხელშეკრულება ისეთი თავისუფალი გადაადგილების შესახებ, ან უვიზო რეჟიმზე იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვს სავიზო ვალდებულება ევროკავშირთან, ეს დისბალანსს წარმოადგენს ევროკავშირისთვის. ნათქვამია, რომ მოწოდებები იყო ბრიუსელიდან, მაგრამ ამ მოწოდებებზე პასუხი დადებითი არ ყოფილა და პირიქით ჩინეთის მოქალაქეებსაც მიანიჭეს 2024-ში უვიზო მიმოსვლა. და კიდევ ერთი პრობლემა, რაც გამოიკვეთა ევროკომისიის ანგარიში, არის რუსული დიასპორის გაძლიერება.
იმ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს მინიჭებული უვიზო გადაადგილების რეჟიმი ევროკავშირთან, ევროკომისიის ექსპერტების ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში ომის დაწყებიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 160,000 მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში, ანუ გადაკვეთა საზღვარი, რაც პრობლემას წარმოადგენს, ისინი იღებენ მარტივად საქართველოში საცხოვრებელ საბუთებს. მოკლედ ეს ყველაფერი ბრიუსელის აზრით პრობლემაა სავიზო დიალოგის ფარგლებში. 2025 წლის ივლისში დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს მიმართა ევროკომისიამ, რათა მათ აპდეიტი გაეკეთებინათ, ანუ განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინათ თბილისიდან ბრიუსელისთვის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდნენ რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, ან რა გააკეთეს, მაგრამ დოკუმენტში წერია, რომ არსებითი პროგრესის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაწოდა ინფორმაცია ევროპულ სტრუქტურებს და საბოლოო ჯამში გამოვიდა დოკუმენტი ყველაზე კრიტიკული, რაც კი აქამდე ყოფილა. უნდა გაუქმდეს კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ, ასეთია მოწოდება, რაც არის დოკუმენტში დაფიქსირებული, ასევე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ფარა, ცვლილებები, რაც შევიდა გრანტების შესახებ კანონში, ევროკომისიისთვის პრობლემას წარმოადგენს, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონი, რაც მათი აზრით შეუსაბამობაშია ევროპულ სტანდარტებთან. თუ ამ რეკომენდაციების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა, მაშინ ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს უვიზო რეჟიმი. რას გულისხმობს ახლა პროცედურები? ანგარიში ჩანაწერი გაკეთებულია, ანგარიში მზად არის. ამას სჭირდება წინსვლა და ამას სჭირდება შემდეგი ნაბიჯები იმ წესებისა და პროცედურების თანახმად, რაც არის დადგენილი ევროკომისიაში და ევროპულ ინსტიტუტებში, უნდა მომზადდეს შუალედური ანგარიში, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრო ვალდებულებებს, ანუ იმ ანგარიშიდან, რაც გამოქვეყნდა იმ თარიღამდე, რასაც დააწესებს ევროკომისია, რასაც საჭიროდ ჩათვლის და მოიპოვოს ინფორმაცია არის თუ არა პროგრესის ნიშნები. შემდეგ ევროკომისიამ უნდა მიმართოს ოფიციალური წინადადებით ევროპულ საბჭოს, სადაც უკვე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს დაუტოვონ თუ არა უვიზო მიმოსვლა. ითქვა ისიც, რომ შეიძლება ამ შუალედურ ანგარიშს გადაახტეს კომისია, ანუ აღარ ჩათვალოს საჭიროდ, ვინაიდან ისედაც ხედავს, რომ შეუსრულებელია ვალდებულებები და პირდაპირ მიმართოს წინადადებით ევროპულ საბჭოს, მაგრამ ეს წინადადებით მიმართვა არის აუცილებელი, თავად ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ევროპული საბჭო წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვეტს დაუტოვოს თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ერთსულოვნება და 27 ქვეყნის თანხმობა საჭირო არ არის, 15 ქვეყნის დადებითი პოზიცია არის, ანუ ხმის მიცემა იმაზე, რომ შეუჩერდეს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა, საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანას გაუჩერონ თავისუფალი მიმოსვლა და ამოქმედდეს დროებითი შეჩერების მექანიზმი, ანუ 12 თვით შეუწყდეს ქვეყანას ეს რეჟიმი თავისუფალი მიმოსვლის. პირველად არ არის, რომ არის საუბარი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. 2026 წელი გამონაკლისი ამ კუთხით არ ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ეს თემა და საფუძველს ქმნიდა ევროკავშირის წარმომადგენლების აზრით ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს და მათი აზრით აშორებს ქვეყანას ევროკავშირს. სამიტებისა და მინისტერიალების წინ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაგრამ არა მარტო ისინი. ამბობდნენ, რომ პირველ რიგში უნდა დაუწესდეს სავიზო შეზღუდვა იმ ადამიანებს, რომლების პასუხისმგებლები არიან რეკომენდაციების შესრულებაზე და ეს ასეც მოხდა. საბოლოო ჯამში, როდესაც გადაწყვეტილებაზე იყო საქმე მისული, ყველა ევროპულ ინსტიტუტში, პარლამენტში, კომისიაში და საბჭოში ამბობდნენ, რომ ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთლიანად შეუჩერდეს არ მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა, ვინაიდან ეს იქნება მტკივნეული ხალხისთვის, იმ ხალხისთვის, რომელიც
საკუთარ მომავალს, საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროპაში ხედავს, ევროკავშირის წევრად ხედავს და ამისათვის დგას რუსთაველზე, სიმბოლურად რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამიტომ ჭიანურდებოდა აქამდე ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან უჭირდათ შეზღუდვის დაწესება და უჭირთ შეზღუდვის დაწესება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამას ამბობდნენ თავად გადაწყვეტილების მიმღები პირები, მაგრამ ისიც აღინიშნებოდა, რომ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ვინაიდან როდესაც ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა, რეკომენდაციები არის დასაკმაყოფილებელი, რეკომენდაციები თუ არ სრულდება, მაშინ გადაწყვეტილება არის მისაღები. ეს არის ის წესი, რომელიც არის დამკვიდრებული და ამ წესს ევროკავშირმა არ უნდა გადაუხვიოს. ჯერჯერობით ანუ სიტუაცია ამგვარია, ვადები დაწესებული არ არის, არ ვიცით, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, გაზაფხულზე იქნება თუ ზაფხულში იქნება. კომისიამ ამის თაობაზე განცხადება უნდა გააკეთოს, თუ როგორ მსვლელობას მისცემს იმ საკითხს, რომელიც თავად დასვა 2025 წლის დეკემბრის დოკუმენტში და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ რეკომენდაციებიდან თითქმის არაფერი შესრულებული არ არის. ასეთი ვითარებაა დღესდღეობით ნებისმიერი ახალი ინფორმაციის შესახებ, რომელსაც გაავრცელებენ უვიზო რეჟიმთან მიმართებაში. მე განახლებულ ვიდეოს აუცილებლად ჩავწერ. მანამდე საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ისე უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ვინაიდან ჯერჯერობით სანქცია ამოქმედებულია მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები და სამსახურეობრივი პასპორტები. ისინი უკვე ვეღარ გადაადგილდებიან ვიზების გარეშე ევროკავშირის ტერიტორიაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს შეინარჩუნებს ამ რეჟიმს, რაც ძალიან ბევრ შესაძლებლობას ქმნის საქართველოს მოქალაქეებისათვის და დიდ სივრცეს ქმნის ევროპაში სამოგზაუროდ და არა მარტო სამოგზაუროდ ევროპის გასაცნობად. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოსმენისთვის. შევხვდებით ძალიან მალე სხვა ვიდეოში. ნახვამდის. მადლობა.